დიპლომატიური მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაავრცელეს ევროპელმა ლიდერებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაუდასტურეს მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და თქვეს, რომ ტერიტორიების საკითხი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და საერთაშორისო საზღვრების შეცვლა ძალით არ შეიძლება. ასეთი იყო ევროპელი ლიდერების მთავარი გზავნილი. მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა გუშინ გერმანიის დედაქალაქში. ჯერ ვოლოდიმერ ზელენსკი, სტივ ვიტკოვს და კუშნერს პირისპირ შეხვდა ფრიდრიხ მერცთან, გერმანიის კანცლერთან ერთად და ამის შემდგომ უკვე გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ევროპელი ლიდერები, ევროკავშირის მაღალჩინოსნები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი და რა თქმა უნდა ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი. დიდხანს გაგრძელდა ეს შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგ გადაიღეს ერთობლივი ფოტოც, რომლის კადრებიც გავრცელდა სოციალურ ქსელში. ყველა კმაყოფილია ამ შეხვედრით. ერთობლივი პრესკონფერენცია ჰქონდათ ფრიდრიხ მერცს და ვოლოდიმერ ზელენსკის და ზელენსკი ამბობს, რომ დონბასის საკითხი, დონბას უკრაინა რუსულად არც დე-ფაქტო და არც დე-იურე არ აღიარებს და ტერიტორიების საკითხი დღის წესრიგში აქტუალური აღარ არის. ასეთია ვოლოდიმერ ზელენსკის სათქმელი. რაც შეეხება ფრიდრიხ მერცს, მან თქვა, რომ შეერთებული შტატები და ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე და მნიშვნელოვანი შეთავაზება გაახმოვანა მან რუსეთის მიმართ, რომ დროებითი ზავი დაწესდეს, ასე ვთქვათ, საშობაოდ. დათმობების საკითხი აქტუალური აღარ არის. სამშვიდობო გეგმის ახალ რედაქციაში დესტრუქციული იდეები აღარ არის. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ღირსება მნიშვნელოვანია. არ გვინდა ჩვენ დონბასის დათმობა. უკრაინა არ აპირებს დონბასი რუსეთის ტერიტორიად დე-იურე ან დე-ფაქტოდ აღიაროს. ამერიკელებს კომპრომისის პოვნა სურთ. ისინი თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გვთავაზობენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თავისუფალი ეკონომიკური ზონა არ ნიშნავს მის არსებობას რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ. თუ პუტინი გაანადგურებს ნებისმიერ დიპლომატიურ შესაძლებლობას და მისწრაფებას, როგორც უკრაინულს, ასევე ევროპულს, არ გამოურიცხავ, რომ ამერიკას სანქციებით ზეწოლას მოახდენს რუსეთზე და უკრაინას მეტი არახს მიაწვდის. ამერიკა და ევროპა შეთანხმდნენ უკრაინისთვის ნატოს მეხუთე მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე. ჩვენ აღარ გავიმეორებთ მინსკის შეთანხმებების შეცდომებს. რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმის შემთხვევაში უკრაინა შეძლებს თავი დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი ძალებით, არამედ იმ ქვეყნების მხარდაჭერითაც, რომლებიც შესაბამის ვალდებულებებს აიღებენ საკუთარ თავზე. ახლა ჩვენ გვაქვს შანსი უკრაინისთვის ნამდვილი სამშვიდობო პროცესის დასაწყებად. რუსეთი დროით თამაშობს და მაქსიმალურ მოთხოვნებს აყენებს. ამავდროულად კი საგრძელებს. ჩვენ ეს გზიდან ვერ გადაგვახვევინებს. ჩვენ ხუთი მიზნისკენ მივისწრაფვით, რომლებზეც ჩვენ უკრაინელები, ევროპელები და ამერიკელები შევთანხმდით. პირველი ეხება ცეცხლის შეწყვეტისკენ სწრაფვას, რომელიც უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტს შეინარჩუნებს. მეორე, ეს ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს მხარდაჭერილი შეერთებული შტატებისა და ევროპელების სამართლებრივი და ფინანსური უსაფრთხოების გარანტიებით. რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხს, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინელ ხალხს და ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლიათ. შეთანხმებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. ასეთია უკვე ამერიკის პრეზიდენტის განწყობა. ვაშინგტონიდან დონალდ ტრამპმა გააკეთა სპეციალური განცხადება მას შემდეგ, რაც მას ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან, როგორც ცნობილია, გაფართოებული შეხვედრის შემდეგ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შორის სატელეფონო აუდიენცია შედგა და ამ სატელეფონო კომუნიკაციის შემდეგ დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის არის ძალიან კმაყოფილი ორდღიანი მოლაპარაკებებით, რომელიც ბერლინში გაიმართა და ვარაუდობს, რომ სამშვიდობო შეთანხმება მალე იქნება მიღწეული. A very good conversation 1 hour ago with the European leaders. ევროპელ ლიდერებთან ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა. თითქოს საქმეები კარგად მიდის, თუმცა ამას უკვე დიდი ხანია ვამბობთ. თუმცა ჩემი აზრით ახლა შეთანხმებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს. ვნახოთ მის გაკეთებას შევძლებთ. რუსეთს სურს და ასრულოს ეს ომი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მოისურვებენ ომის დასრულებას და შემდეგ უცბად გადაიფიქრებენ. უკრაინასაც მოუნდება და შემდეგ ისიც გადაიფიქრებს, მაგრამ ჩვენ ერთ აზრამდე უნდა მივიყვანოთ ორივე. გულახდილად რომ ვთქვათ, უკრაინელებმა უკვე დაკარგეს ტერიტორია. უსაფრთხოების გარანტიებზე ვიმუშავებთ ევროპასთან ერთად. ევროპა იქნება მისი დიდი ნაწილი. ვმუშაობთ ისეთ უსაფრთხოების გარანტიაზე, რომ ომი აღარ დაიწყოს. ჩვენ არ გვინდა, რომ ომი ხელახლა დაიწყოს. უკრაინის პრეზიდენტი დღეს უკვე ვიზიტით ეწევა ნიდერლანდებს, სადაც ის აპირებს, რომ შეხვედრა გამართოს მეფესთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან.